ჩვენ მუდმივად გვაქვს სიხარულის საბაბი. მაგრამ დღეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ყველა აღნიშნავს ქრისტეს აღდგომას და იშვიათად არის რომ ემთხვევა მიმდინარეობების ქრისტიანთა განშტოების დღესასწაულები ერთი და იგივე დღეს რიცხვს და კათოლიკებიც, ორთოდოქსებიც, პროტესტანტებიც აღნიშნავენ ამ დღეს ვიფასებო. დღეს არის ხო ყველასთვის? ამიტომ კათოლიკებსაც გულოცავთ. ამენ. მართლმადიდებლებსაც გულოცავთ. ჰალელუია. და რა თქმა უნდა პროტესტანტებსაც გულოცავთ და თქვენ გილოცავთ ქრისტეს აღდგომას. ქრისტე აღდგა. ჰალელუია შეგვიფა. ამენ. მადლობა იესო. ჰალელუია. ხებაობას მოდით მაშინ ვიფასებო მე შეგახსენებთ და ფაქტიურად ერთი და იგივე თემა არის საქადაგებლად ყველგან მთელ მსოფლიოში თითქოს ახალი რა უნდა გავიგო, მაგრამ ყოველთვის ახალ გამოცხადებებს გვაძლევს ღმერთი, ამიტომაც არის ღმერთის სიტყვა ცოცხალი. და მე გისურვებთ რომ ეს ცოცხალი სიტყვა ღმერთის ვიფასებო იყოს გახდეს თქვენი ნაწილი და მან გაგაცოცხლოთ და გააცოცხლოს ის სფერო თქვენი ცხოვრების, რომელიც ამას ყველაზე მეტად საჭიროა. და საერთოდ ჩვენ გვჭირდება განახლება, გაცოცხლება და უფალი ზოგადად. ამენ. ჰალელუია. ერთი ესეთი წლების წინ სურათი გადავიღეთ აქ, ეხლაც გავაკეთეთ ეს აფიშა. ამიტომ რა თქმა უნდა მე დღეს ვილაპარაკებ ქრისტეს აღდგომაზე ვიფასებო. და მოდით ნახოთ, აბა მოვემზადოთ ახალი გამოცხადებებისთვის, რომელსაც ველოდებით. ამენ. ჰალელუია. პასექი ვიფასებო. ებრაულად პასოვერ, პესახ, ზოგი როგორ ეძახის. ითვისებენ, ესე ვთქვათ, ქრისტიანთა სამივე განშტოება, მაგრამ ეს არის ღრმად ებრაული და ებრაელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა დღესასწაული. ის სამარადისოდ დაუწესა ღმერთმა ებრაელებს ეგვიპტის მონობიდან მათი ტრიუმფალური განთავისუფლებისა და გამოსვლის აღსანიშნავად. ბიბლიაში უფლის პასექი ეწოდება აი ამ საოცარ მოვლენას ვიფასებო. რომელიც როგორც გითხარით ებრაული დღესასწაულია და რომელსაც აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურად უმრავლესობა და მსოფლიოს აბსოლუტური უმრავლესობა, იმიტომ რომ უკვე თითქმის 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ვიფასებო მსოფლიოში და 60-70% აღნიშნავს ამ დღესასწაულს. თუ იესო არის შენი მხსნელი და უფალი, არის? ამენ. ჰალელუია. მაშინ შენ არაფერი არ უნდა მოუმატო ბიბლიას, როგორც ბევრი უმატებს და არც არაფერი უნდა მოაკლო ბიბლიას, როგორც ბევრი აკლებს, იმიტომ რომ უფალმა გამოცხადებაში გაგვაფრთხილა, რომ სახიფათოა და საშინელი ვინც ამას აკეთებს. იქ სხვადასხვა სენზია საუბარი. ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ ამის მიმართ. ამენ, იმიტომ რომ დღეს ისი არის სახეცვლილი ეს დღესასწაულიც ვიფასებო რომ ძალიან შორს არის ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, ისეთი რაღაცებით აკეთებენ, ისეთი რაღაცებით აღნიშნავენ, რომ არ ვიცი რომ დაინახო, გაეუბნებული სახე შეგიძლია წარმოიდგინო. იმაზე უფრო გაეუბნებულია ალბათ უფალი ზეცაზე, იმიტომ რომ სულ სხვა მიმართულებით არის წასული ეს ყველაფერი და სამწუხაროა რომ ამ ტრადიციულ რიტუალებში არის გახლართული და გასვლილი ესე ვთქვათ ქრისტიანები, რომელთაც იესო უფლად აქვთ აღიარებული. რაც არაბიბლიურია, ეს მიმატებული ან მოკლებული და მე კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ და შეგახსენებთ, რომ ძალიან შორს იყოთ ამ ყველაფერსთან და იყოთ ფრთხილი ვიფასებო. ამიტომ რომ იყო
დასაწყისში ისეთი რამ ჩვენს ქვეყანაში, რის გამოც სერიოზულად იწგვიშვერდნენ, მაგრამ დღეს თავადაც ისე იქცევია. ერთ-ერთი იყო რა, რომ აღდგომა ეს სადღესასწაულო დღე იყო და ამ დღეს არ შეიძლებოდა საფლავებზე გასვლა. და დაგვრცინოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. შემდეგ ესე ვთქვათ, არ ვიცი გამოცხადება მიიღეს თუ რა იყო. ხტულებმაც დაიწყეს ამის იქადაგება, რომ ეს დღე დღესასწაულეთ და მეორე დღეს წადითო სამარხში. და კიდე ბევრი რამ და არ ვიცი შეიძლება ზოგი ელოდება, რომ აი მათგან წამოვიდეს რაღაც ტალღა, რომ არა, ეს არ შეიძლება. ძალიან ბევრი სხვათა შორის. ისე ძალიან ბევრი არა, მაგრამ არიან ესეთი უფრო სადღაც მოაზროვნე. ესე ვთქვათ, მკვლები ძვირფასებო მათ ეკლესიებში, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არის რიტუალი, რომელიც არასწორია და არაბიბლიური. მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი წყარო არის ბიბლია და მას უნდა მივყვეთ, დაუჯეროთ და შევასრულოთ აბსოლუტურად კატეგორიულად და კონკრეტულად, რასაც მე გისურვებთ, მეგობრებო. ჰალელუია. ღმერთი ყოველთვის ეცდება დააბალანსოს მის მოშიშთა ცხოვრება. ბალანსი უმნიშვნელოვანესია ჩვენ ცხოვრებაში ძვირფასებო. ამენ. ადამიანი, როდესაც კარგავს ბალანსს, ის თავისუფლად ვეღარ დადის და ვერ დგება ფეხზე, ის იქცევა. რაღაცას უნდა დაეღრდნოს, მიეღრდნოს, ან საერთოდ ვიღაცაზე უნდა გახდეს დამოკიდებული. ამენ. ველოსიპედით გივლიათ თუ ბალანს არ დაიცავ, არ ვიცი, შეიძლება მოიტეხოთ ისერი და კიდე რაღაცები. ცხოვრება რომ დაბალანსდეს, აუცილებლად საჭიროა ჩაერიოს ის, ვინც შექმნა ცხოვრება. შენ ვერ დააბალანსებ. გესმენთ? შენ ყველაფერი სიხარულით უნდა მიიღო, იმიტომ რომ ერთი მხარე აი თოქზე რო დადიან ცირკში ამ ზოგი ესეთი ექსტრემალისტები გინახიათ, მათ ძალიან დიდი ჯოხი უჭირავს ბალანსისთვის. ბევრს მოსწონს დადებითი მათ ცხოვრებაში და შეიძლება ჰალელუიას ეძახდეს. მაგრამ როდესაც ცუდი ხდება, ის არ მოსწონს. მაგრამ ეს ყველაფერი დაშვებულია იმისთვის, რომ დაბალანსდეს შენ ცხოვრება. ესმით და ღმერთიც თავისი მოშიშთა ცხოვრებაში აი ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიას უშვებს ვიფასებო. ამენ. ხარ მისი მოშიში და მოწმე. ჰალელუია. ის ყოველთვის უშვებს კონტრასტს ჩვენ ცხოვრებაში. რათა სწორად ვიაროთ. მათ თავისი ერის ებრაელების მაძღარ ცხოვრებაში დაუშვა შიმშილი. გესმენთ? ადვილია მაძღარი რომ ხარ, იღებებოდე, ჰალელუიას იმეორებდე, კეთილი იყო, კეთილგანწყობილი იყო, ლამაზად გამოიყურებოდე, მაგრამ როდესაც მშიერი ხარ, ძნელია ყველაფერს გაკეთება. აი, ძალიან მაგრამ მშიერი რო ხარ და კიდე დიდხანს რო გიწევს ლოდინი. უბრალოდ შეეცადე ჩაიხედე სარკაში. ან სურათი გადაუღე შენს თავს. წაუსელვი რა. და მერე მიხვდები რას გეუბნები. ბიბლია სავსეა ისტორიებით, სადაც ღმერთი უშვებს შიმშილს. იმიტომ რომ როდესაც მაძღარია ადამიანი, ღმერთთან ახლოს არის. ნელ-ნელა მერე შორდება და ივიწყებს მას. მაგრამ როდესაც მშიერია, თუ თავისი ძალისხმევით არ გამოვიდა არაფერი, ღმერთი ახსენდება. გესმენთ? მერე უკვე მიმართავს ღმერთს. ამ შიმშილმა გამოიწია ებრაელი ერის მიგრირება ეგვიპტეში პურის საშოვნელად, იმიტომ რომ გაიგეს რომ იქ იყო პური. ადამიანს რომ შია ეძებს პურს. ამენ. ჰალელუია, საჭმელს. უფალმა იოსების აღმავალ ცხოვრებაშიც დაუშვა და აღმასვლა.
დასცა. საშინელი წნეხის ქვეშ გაატარა. ჰალელუია. არ ვიცი, შენი ცხოვრება როგორ არის და რაში გადის, მაგრამ თუ რაღაცები ხდება, ისეთი რაც შენ არ მოხწონს და არ გინდა. ეს სწორად თუ მოიქცევი სასიკეთოდ დასრულდება. ამენ. ის მონადგამიდეს განებივრებული შვილი, რომელიც არ ელოდა ამ ყველაფერს. და დაიწყო ძალიან ცუდი პერიოდი მის ცხოვრებაში. შემდეგ ის აღზევდა, ანუ კარგი ტრამპლინი აღმოჩნდა მისი ეს ტანჯვითი მონაკვეთი ცხოვრების, რომ მიახლოებული პირი გამხდარიყო მეფესთან, ფარაონთან და ფაქტიურად მისი მარჯვენა ხელი გახდა მმართველი მთელი ეგვიპტის იმპერიის უდიდესი. აი რა გაჭვრიტა ღმერთმა ძვირფასებო, ნახეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ მან მიიღო მამის ოჯახი, დაახლოებით 70 სული, ჰალელუია. ხო იცი, სული მხოლოდ ადამიანს ითვლიან სულით. არ შეიძლება რომ თქვა რამოდენიმე სული ძროხა, ქათამი და ასე შემდეგ. მხოლოდ ადამიანია სული. ამენ? ჰალელუია. და შემდეგ რა მოხდა? ისინი კარგად ცხოვრობდნენ და ნელ-ნელა, იცი, რაც უფრო კარგად ცხოვრობ, უფრო გიზიდავს მატერიალიზმი, შენეცდები რომ მიიზიდო მამონა და შორს რჩება ღმერთი. გესმენთ? და ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში ღმერთის, რომ შენ დაგიბრუნოს და არ დაიღუპო, არის საჭიროებაში ჩავარდნა შენი. და ყველაფერი ძალიან ადვილად რომ დაიწყოს, არის რა? შიმშილი. უფალს აქვს ნათქვამი, ტყუილ უბრალოდ არ წარმოთქვა ჩემი სახელი. ო ღმერთო, ეცით ამბობენ ცხოველებზე სულ მადლიერი არიან, როდესაც იკვებებიან. ქათამი წყალს რო სვამს, ღმერთს მადლობას უხდისო. გაიგონიათ? ჰალელუია, თქვენც ესე ხართ? მადლობას უხდით ღმერთს საჭმელისთვის. თუ რო გაძღებით მერე ხანდახან რო გაგახსენდებათ. ზოგი რელიგია ამაზე რო გაძღება მერე უხდის მადლობას ღმერთს. ჰალელუია. მე მაქსიმალურად ვეცდები რომ მოუკლედ გავიაროთ ეს ისტორიები ძვირფასებო. კარგი. შენ ყოველთვის უნდა იყო მზად ნებისმიერი კონტრასტისთვის, რასაც ღმერთი შენ ცხოვრებაში უშვებს. ამენ? ნებისმიერი. ყოველთვის, ყოველ ეპოქაში, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არის წინსვლა და უკუსვლა. ჰალელუია. გესმენთ? არის კარგად ყოფნის დრო და ცუდად ყოფნის დრო. ჰალელუია. ყველაფრის დრო და ამას მადლიერებით უნდა ღებულობდნენ. ამენ. ჰალელუია. როდესაც სერიოზულ პრობლემაში ჩავარდნენ, რა ქნეს? გაახსენდათ ღმერთი. ნუ ქობულეთის ეკლესიას ყოველთვის ახსოვს ღმერთი კარგად ყოფნის დროსაც და ცუდად, მაგრამ იქ ებრაელები სადღაც ეგვიპტეში იყვნენ ესეთები. და შეიძლება კიდე სადღაც არიან, მაგრამ თქვენ ხომ სულ გახსოვთ ღმერთი? ჰალელუია. შეხახადეს დახმარებაზე და მან მოსეს მეშვეობით აღუთქვა განთავისუფლება. უთხრეს ფარაონს, რომ გაგვიშვი ღმერთთან. ნახეთ ძვირფასებო, მაშინ ფარაონი ითვლებოდა მათთვის ღმერთად. არც კი იცოდა ფარაონმა თუ იყო კიდევ ვინმე ღმერთი სადმე. და გაუკვირდა რომ რა ღმერთს ეძებთო. და უთხრეს რა, წავალ ღმერთთან. და დაინტერესდა ფარაონი, რა გინდათ მასთან, ან ვინ არის ეს ღმერთი, ან სად მიდიხართ? არა ხართ აქ კაცო. და ნახეთ ვიფასებო, უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც მინდა რომ დაიჭირო შენ. იმიტომ რომ ხაზგასმულია ბიბლიაში და განსაკუთრებით ამ ისტორიაში. მოდით ნახოთ, გამოსვლის მეხუთე თავი.
რამოდენიმე მუხტს დავიკითხავთ. ცოტა უფრო გაზარდოთ თუ შეიძლება. ამის შემდეგ მივიდნენ ფარაონთან მოსე და აჰარონი და უთხრეს. ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი. გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამემართონ უდაბნოში. ანუ პირველი მუხლი გვეუბნება იმას, რომ დღესასწაულია ებრაელებისთვის პასექის ვიფასებო. ნახეთ, როდესაც ეს დღესასწაული იმართებოდა, მაშინ არ არსებობდა ქრისტიანობა. ამიტომ ქრისტიანობა ქრისტეს 100%-იანი ღმერთის განკაცების შემდეგ ჩამოყალიბდა. ამენ. ეს იყო მათი დღესასწაული. პასექი არის ებრაული დღესასწაული და ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამემართონ სად? უდაბნოში. უდაბნო არ გვაწყობს. ჩვენ კომფორტი გვინდა. ჩვენ უდაბნოს არ ვაშენებთ, კაცო, კომფორტს ვაშენებთ. როგორც იყო ლოტის დღეებში, ნოეს დღეებში. ხალხი აშენებდა უდაბნოს? არა. ამაზე არ მინდა ეხლა შევჩემდე. მე სხვა დროს ვილაპარაკოთ უდაბნოზე ვიფასებო. თქვა ფარაონმა, ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გაუშვა ისრაელი? ვინ არისო ეს ღმერთი? არ იცოდა, არ ეცნობდა. თავისი თავი ეგონა ღმერთი. მას აღმერთებდნენ. ოფიციალურად დინასტიით გადადიოდა, რომ მომდევნო ფარაონი იყო ღმერთი იმ პერიოდისთვის. არც უფალს ვცნობ და არც ისრაელს გაუშვებ. ვინ არის ეს? ესე თავნებობს ხალხის ვიფასებო დღეს. ვინ არის ღმერთი? ვინ არის, რომ ახლა ვიღაცა მეძახის და უნდა წავიდე მსახურებაში? ჩვენივრად ვარ. შეიძლება შენ ესე არ ამბობ, მაგრამ შენი საქციელი არის ზუსტად, ფარაონის ცხებულებაში არის ხალხი დღეს ეკლესიაში. მე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს სახში. სტუმრებს ველოდები. ვის? იესოს კაკუნი არ გესმის შენს გულთან? თუ იესოს სტუმარია შენთვის და იგეს რომ გაუშვებ, მე დაუძახებ ნასუფრალზე ალბათ. ალო? უთხრეს, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. გესმე? სულ ნოკაუტში ჩააგდეს ფარაონი, ებრაელთა ღმერთი. წავალთ უდაბნოში 3 დღის სავალ გზაზე და შევწირავთ მსხვერპლს, უფალს. ვიფასებო, დაიმახსოვრეთ ეს. შენი განთავისუფლებისთვის აუცილებელია მსხვერპლიანობა. ჰალელუია. გინდა განთავისუფლდე? მსხვერპლის გარეშე არ არსებობს განთავისუფლება. რა მსხვერპლს იღებ? გამაღვიძეს დღეს და წამიყვანეს ეკლესიაში. და ტაში დაგიკრას უფალმა, რა მსხვერპლი გაგიღია? შემდეგი მუხლი ვნახოთ. უთხრა უფალმა მოსეს, მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს თქო უფალი, გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს. გინდა განთავისუფლება? ვერ განთავისუფლდები თუ არ დაიწყებ მომსახურებას. იქ არის კიდე აღნიშნული გამოყოფილი ბევრი რამ, მაგრამ მეთაყვანოს ხალხი გამოუშვიო ჩემთან. ანუ ეს სამი ძირითადი ვიფასებო ხერხემალი, რითაც უფალი აჩქარებს ჩვენს განთავისუფლებას და დახსნას. ეს არის უნდა ემსახურო, უნდა შესწირო მსხვერპლი და უნდა ეთაყვანო. ამენ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს თუ არ არის მომსახურება, თაყვანისცემა და მსხვერპლი,
უფალი არ მიიღებს და ვერ მიიღებ განთავისუფლებას. ადიდებ, ეთაყვანები, სწირავ, რაღაცას აკეთებ, კითხულობ, ლოცულობ, ქრისტიანობ. ეს ყველაფერი უნდა მოიცავდეს მომსახურებას და არა მხოლოდ ღმერთისადმი ან იმ პირისადმი, ვინც გაწყობს. ყველას უნდა ემსახურო. ამენ. ვისაც დიდობა უნდა პატარა გახდეს. ჰალელუია. ყველას უნდა ემსახურო. იესო მოვიდა. მაგალითი მოიყვანა, ხო? როდესაც უთხრა რომ ფეხები მინდა დაგბანოთ. ძამნიშნულოვანია ეს ფეხბანის პრინციპით ვიფასებო. იმ კულტურაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მომსახურება ადამიანის, ესე ვთქვათ, შვებისთვის. ცივ ქვეყნებში არავის არ მოუნდებოდა ფეხის დაბანა, იქ პირიქით. რაღაც ცხელი აბაზანის მიღება იყო უფრო საჭირო, რომ გამთვალებო კაცი. ამენ. ცხელი ჩაის დალევა. სადაც 40 გრადუსი ყინვა, იქ არ იქნება კაი სამსახური გასწვეთ, რომ ფეხი უნდა დაგბანო, ჩაი უნდა დაალევინო. ამენ. მატყლის 60-ით შემოსო და გაათბო. აი ეს არის მომსახურება. ანუ, იცი რა არის მომსახურება? ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ადამიანს იმ მომენტისთვის, ეს არის მისი მომსახურება. ამენ. ჭკუა კი არ უნდა ასწავლო და გამოცხადებებით, ესე ვთქვათ, გამოტენო ადამიანი რომ უნდა ჭამოს, თორე ავად გახდება გასტრიტით, ჩაიცვას თორე გაცივდება. მომსახურება იცით რა არის? ჩააცვა. დაჭამო. ჰალელუია. რა რეზონია? ფეხი გიბანია და ცუდად იქცევი. არ ემსახურები. გებულობთ ვიფასებ. ჰალელუია. მინდა გაიგოთ ეს ყველაფერი. იმიტომ ძალიან ბევრში ჩამოყალიბებულია ტრადიცია, რომ გინდა ის უნდა გააკეთოს, შეიძლება ჭამთო ერთმანეთს. რა ისინი არ ბანდნენ ფეხს, უფალმა თქვა, თუ არ დაბან წილი არ გექნება ჩემთან. ბანდნენ, მაგრამ ჭამდნენ. ეს არ არის მომსახურება, ეს რიტუალია. მოყვებით? ჰალელუია. ამიტომ ეს სამი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, თუ გინდა განთავისუფლდე. მას არ ღმერთს არ უთქვამს, ადი და უთხარი, გამოუშვი და წერტილი. იმიტომ უნდა გამოუშვა, რომ მემსახურონ, სვერპლი შემწირონ და მეთაყვანონ. ამენ. გინდა განთავისუფლება. ამენ. იცი როგორ სწრაფად მოვა შენი განთავისუფლება და დახსნა ყველაფრისგან, რასაც დაკავებული ყავხარ, დაჭერილი ხარ, ტყვეობაში ყავხარ. ემსახურე მუდმივად. თაყვანი ეცი მუდმივად. ამენ. ნებისმიერ სიტუაციაში, პრობლემებშიც, უფრო. ჰალელუია. და სვერპლიანი გახდი. დაიხარჯი ყველასთვის. არა იმათვის მხოლოდ, ვინც გაწყობს და რაც გაწყობს, ან საიდანაც რაღაცას ელოდები. ეს არის ვიფასებო. მნიშვნელოვანი მომენტი. ღებულობთ რამე ეს დღეს. ჰალელუია. დაიმახსოვრეთ ეს. ჰალელუია. ფარაონი ისასტიკებს გულს ყოველი სასჯელისგან განთავისუფლების შემდეგ. არაო ამბობს, მერე როდესაც მოდის ეს და იცით ხო ცნობილი 10 სასჯელი. როგორც კი თავისუფლდება, კი, ოღონდ ეხლა გამანთავისუფლე უთხარი შენს ღმერთს, რომ შეწყვიტოს ეს პრობლემები და გაგიშვებ და არც ერთ ჯერზე არ უშვებს. ეს იმიტომ რომ ეცდება მოახდინოს დემონსტრირება, რომ მისი ღმერთები ძლიერია, მისი ღვთაებები, მისი მოადგილეები, ის ყველა სასჯელი ვიფასებო, ერთგვარ ღვთაებას წარმოადგენდა ეგვიპტეში ეგვიპტელებისთვის. ამენ. ამიტომ მივიდნენ ბოლოზე, სადაც პირმშოს მუქარით მიმართა მოსემ და პირმშოს, ანუ პირველი შვილის კომფორტში აღზრდა. იყო ეკვივალენტი მათი საიქიო ცხოვრების კომფორტში და კარგად ყოფნისა. და განსაკუთრებით კარგად ვლინდნენ პირველ შვილს და როცა იღუპებოდა ეს იყო მათთვის საერთოდ დანგრევა მათი მარადისობის. ნახეთ, ჯერ სამუშაოს უმატებს ფარაონი. რომ თქვენ რაღაც დამეტარი ბევრი დრო გაქვთ, რომ ფიქრობთ, ღმერთს ემსახუროთ, თაყვანისცეთა შესწიროთო.
Აზი, თქვენ თვითონ აკეთეთ რაღაც საქმეები, რომ აღარ დაგჭირთ დრო ღმერთისთვის და დღეს ძალიან ბევრი, აი ამ სულში ძვირფასებო. ღმერთისთვის დრო აღარა აქვს. სამწუხაროდ. ღმერთისთვის არ აქვს დრო. და დროს თხოვენ ღმერთს. ღმერთისთვის არ აქვს ჯანმრთელობა და ჯანმრთელობას თხოვენ ღმერთს. ღმერთისთვის არ აქვს არაფერი, მაგრამ ამ არაფერს თხოვენ ღმერთს. თუ არ გაქვს, რა გინდა ეს, რო ითხოვ? დაინტერესოა. ნახეთ, რომ ემსახურო, უნდა წახვიდე. სკამიდან ვერ მოემსახურებო. რომ ემსახურო, შესწირო, ეთაყვანო, უნდა მიატოვო კომფორტი. უნდა წახვიდე. ამენ გამოუშვი. 3 დღის სავალზე. ადგილზე კი არა, გამოუშვიო. ნილოსი ღმერთების მამად წოდებული ძვირფასებო სისხლად იქცა და აკროვდა. მათთვის ერთ-ერთი ღვთაება იყო ნილოსი. და წარმოიდგინე ის, ვისაც ეთაყვანებოდნენ წლები, აკროვდა. აი როგორ ამარცხებს ღმერთი, ვითომ ღმერთებს, აქილიკებს და მასრათიგდებს. თითქოს ღმერთს დასცინიან დღეს და მის მიმდევრებს. მაგრამ ვინ ვის დასცინის ეს ჩანს ნათლად. ამენ? იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო, ხო ესეთი გამოთქმაც არის. ჰალელუია. ბაყაყი ნაყოფიერების სიმბოლო და ღვთაება იყო. და ყველგან ბაყაყი იყო. საკალელი ბაყაყი, ხო გიყვართ ბაყაყი? ყველგან ბაყაყი იყო. ქვაბში, ფეხსაცმელში, მაცივარში, ლოგინში, ჯიბეში. ნახეთ, რა გაუგეთა ღმერთმა მათ ღვთაებას, როგორ ანგრევს ღმერთი სიმაგრეებს. ვერავინ ვერ დადგება უფლის გვერდით. ყველაფერი დაიმსხვრევა. ჰალელუია. ხარი ამოწყდა ძვირფასებო. სიძლიერის სიმბოლო და ღვთაება იყო. მზე ჩაქრა. მოდით ნახოთ, მაგრამ ვინც მორჩილი იყო, ისინი დაიცვა უფალმა. ამენ და გადაარჩინა. მოდით ეს მუხლები ვნახოთ. გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის ქვეყანას, სადაც ჩემი ხალხი ბინადრობს, რომ არ იყოს იქ ბუზაკალი, რათა გაიგო, რომ მე ვარ უფალი ქვეყნის შუაგულში. ყველგან ბუზაკალი იყო, თავის ერში არა. მაგარია? ჰალელუია. შემდეგი. და გამოარჩევს უფალი ისრაელის საქონელზე მუდმივად საქონელისაგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელის შვილებს. ყველას დაეხოცა პირუტყვი და ხარები, მაგრამ თავის შვილებს არა. აი როგორ იცავს უფალი. მან იცის დეტალურად ყველაფერი. 26 მუხლი ამ თავის მეცხრესი. ხოლო გოშენის ქვეყანა არ დასეტყვილა, სადაც ისრაელის შვილები ცხოვრობდნენ. ყველგან სიტყვა მოვიდა ძვირფასებო და მათი შვილების ცხოვრებაში არა. რატომ მოდის დღეს ქრისტიანების ცხოვრებაში პრობლემა? იმიტომ რომ უნდათ რომ იყვნენ ამ წუთის ოფელში გამორჩეული. ნუ ხარ წუთის ოფლისთვის გამორჩეული, ღმერთისთვის გამორჩეული. ამენ. ალო. შეწყვიტე ცდელობა რომ იყო გამორჩეული წუთის ოფლისთვის. ღმერთისთვის გახდი გამორჩეული. შემდეგი. ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან 3 დღე, ხოლო ისრაელის შვილებს სინათლე ჰქონდათ თავის სამყოფელში. წვდიადი ჩამოწვა და სიბნელე. ამენ. და მხოლოდ თავის შვილებთან იყო სინათლე. ჰალელუია. დილა შვილებს. დიდება ღმერთს. მხოლოდ თავის შვილებთან იყო სინათლე. ჰალელუია. ყველგან წვდიადი იყოს.
არ არის ჩემი საქმე. უფალი მოგცემ შუქს. კარგით. შემდეგ უთხრა უფალმა ძვირფასებო. როდესაც პრიმშოც დაეღობათ და დიდი ტრაგედია მოხდა. საშინელება. უნაკლო კრავი ხმიადი ანუ საფუარის გარეშე, ეგრეთ წოდებული დროჟის და მწარე წვანილთან ერთად. კრავი იესო ქრისტე არის, რა თქმა უნდა. ის უნაკლო კრავი იყო. ამენ. მას ამოწმებდნენ, ჯერ იჭერდნენ, ათავსებდნენ, არ უშვებდნენ. და პარალელურად ამოწმებდნენ, რომ რაიმე ნაკლი არ ქონოდა, იმიტომ ესეთი მსხვერპლი არ შეიძლებოდა რომ გაიკეთებინათ. შემდეგ ვიფასებო. საფუარი ის იყო ცოდვის სიმბოლო. გესმით? ცოდვა ეს არის ის რაც ანგრევს შენ ცხოვრებას თუ მას შემოუშვებ. და სისხლი წირთხლზე ნიშანი რომ შენ მსხვერპლიანი ხარ. ჰალელუია. დამღუპველი ვერ ეხებოდა სახლს, სადაც იყო კარის წირთხზე წაცხებული სისხლი. ის გვერდს უვლიდა იმ სახლს, სადაც იყო სისხლი. და თარგმანით პასექი ნიშნავს გვერდის ავლას ვიფასებო. ამენ? პასექი ნიშნავს გვერდის ავლას. აი რა არის პასექი და არა ნამცხვარი, გაფუებული. რამდენი დროჟია შიგ? და საერთოდ სად ვარ? მოდით ნახოთ ეს ადგილი. მე-12 თავში. იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფები. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ შემოსვლელი სენი, როცა გამგვირავ ეგვიპტის ქვეყანას. ნახეთ, ღმერთმა გამოუშვა დამღუპველი და ის ვერ მივა მორჩილის ცხოვრებაში. დამღუპველი ახლოს მივა, მაგრამ ვერ შევა ქრისტეს მოსწავლის ოჯახში. ამენ? გესმენთ ვიფასებო. ის სისხლს ხედავდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ იქ აღარ იყო საჭირო მკვლელობის ჩადენა, იქ უკვე იყო ჩადენილი მკვლელობა, მაგრამ ცოცხლები იყვნენ შეიქ და ეს არის მადლი. იესო შეეწირა შენსა და ჩემს ნაცვლად. ამენ? დამღუპველის ძირითადი ესე ვთქვათ პაროლი ის კი არ იყო, რომ აბაშე აქ რაგვარები ცხოვრობენ. სადაურები არიან და ზოგს იცით უყვართ ჩვენს ქვეყანაში გამოყოფა ვინ არის, რა გვარია, რომელი კუთხის შვილია, რა დონეა, ცოდნის რა დონე, ჯიბე როგორია, გავლენა როგორია. კაი ადამიანები არიან თუ არა, სიკეთე თუ აქვთ დაკეთები. ქვეყნიერება უყურებს ამ კონტექსტიდან. ღმერთი ერთადერთს უყურებს. სისხლს იესოს. თუ სისხლია, მაშინ ის მოვა შენს დასახმარებლად არ დაგუპავს. ამენ? ვერავის ვერ გადაარჩენს კეთილი საქმეები. ჰალელუია! მხოლოდ უფალი. მხოლოდ უფალს შეუძლია ყველაფრის გაკეთება ვიფასებო. ამიტომ რა უნდა გაეკეთებინათ მათ? მოდით ნახოთ. სისხლი უნდა წაერცხოთ კარებზე. ოჯახს უნდა აეყვანა ერთი კრავი, რომელსაც შეჭამდა. ნახეთ, თუ დიდი იყო კრავი, არ იყო ესეთი და ოჯახი პატარა, მაშინ ვიღაცასთან უნდა შეთანხმებულიყო, რომ არ უნდა დარჩენილიყო საჭმელებზე ვიფასებო. ნაჩქარევად უნდა ეჭამა. გესმით? და ნახეთ, რა მნიშვნელოვან რამეს აკეთებს უფალი. ისინი მაშინ იწყებენ აღნიშვნას განთავისუფლების, როცა ჯერ კიდევ მონობაში არიან. ნახეთ, მადლიერება. რწმენა. მე ყველა აღნიშნავს და იქეიფებს, როცა ყველაფერი კარგად არის. ჯერ კიდე
მაშინ იწყებენ აღნიშვნას განთავისუფლების, როდესაც ფარაონს უფლება არ აქვს მიცემული წასვლის. ჯერ მონობაში არიან კიდევ, მაგრამ აღნიშნავენ. იმიტომ რომ ეს არის მორჩილების ნაბიჯი. ამენ. ჰალელუია. და სისხლის წირთხლზე ეს არის მორჩილების ნაბიჯი. ამენ. ამენ. ეს არის ნიშანი რომ იმ ოჯახში არის მორჩილი. ამინ. ამენ. ამინ. კიდე შენი ოჯახი იყოს მორჩილი. ჰალელუია. შენიდან დაიწყე. ამენ. ამენ. და არ გამოუშვებს დამოუკველს უფალი შენს ოჯახში. ამენ. პრობლემები რატომ არის? მორჩილებას გადახედე. ნუ დღეს თუ ხარ მორჩილი და ხვალ ურჩი, ეს ურჩობა. ამენ. მუდმივად უნდა იყო მორჩილი. მუდმივად უნდა იყო მორჩილი. გაგეთ ესე. სამჯერ. აში არა. სამჯერ. ერთად. მორჩილი უნდა იყო. მორჩილი უნდა იყო. მუსიკალური ნიჭი გააქვს. 3-4. მორჩილი უნდა იყო. დაგურთხობთ. ჰალელუია. მორჩილი უნდა იყო. ვერაფერი გამოსდა. უნდა იყო მორჩილი. ოჩა. ჰალელუია. გაიღვიძეთ? იდება უფალს. ესე იგი, ძვირფასებო ნახეთ, ღირსებას არ ეძებს უფალი ოჯახში. მორჩილებას ეძებს. ამენ. ეს ღირსია ეს ოჯახი. გადარჩეს. არა. ეს ბევრი ფული აქვს. და უნდა გადარჩეს, რა თქმა უნდა. ცოდნია და უნდა გადარჩეს. მათხოვრებს აჭმევს და უნდა გადარჩეს, არა, მორჩილი. ჯორს უნდა აცვა შენი ხორცი ყოველდღე ნებებთან და გულისწყებთან ერთად. კარგი. პასექი აღთქმა ძვირფასებო, ეს არის ორხრივი შეთანხმება და მისი დარღვევისთვის. სწორედ აღთქმის დარღვევისთვის ვერ შევიდნენ აღთქმა მიწაზე. აღთქმა დაარღვიეს. ამენ. პასექი ეს არის ორმხრივი შეთანხმება. ღმერთმა დადო შეთანხმება ჩვენთან, თუ შეთანხმებას არ აძლევ, დაიღუპები. თუ მისცემ გადარჩები, ეს მიდრაში. ამიტომ რეაქცია დამას ყურადღება ასევე. იესო უნაკლო იყო და უცოდველი, პილატემ რა თქვა? მაშინ ვერ პოვე ვერანაირი ნაკლი. ჰალელუია. ამენ. ვერ ვიპოვე, ესე იგი ის იყო მზად ამისთვის. იესო ზუსტად ებრაული პასექის დღესასწაულზე ეცვა ჯვარზე. ჰალელუია. გესმენთ? ზუსტად იმ დროს. ჯვარცმა იყო უსაშინელესი სასჯელი ბოროტმოქმედთათვის. ძვირფასებო ის დაახლოებით 30 კილოგრამს იწონიდა და დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე დასნეო დაჭრილმა დაფლეთილმა იესომ ზიდა ეს ჯვარი. გესმენთ? ის არ იქნებოდა გარანდული, შეღებილი. და დღეს ისე აქვს ჩამოკიდებული ჯვარი გულზე ადამიანებს. ჯვარი არ არის სიცოცხლის სიმბოლო, სიკვდილის სიმბოლოა. მისმენთ? კუბო ისი სიმბოლოა. პატარა ოქროს კუბოს ჩამოიკიდებ გულზე? არავინ. ესე რა პასუხისმგებლობაა ჯვარი რო გიკიდია, ჯვარს რომ აღიარებ, ამ პირჯვარს რო იწერებ. რას ნიშნავს ჯვარი? სიკვდილს. ყველაზე საშინელ ბოროტმოქმედებს აწამებდნენ ჯვარზე. ეს ქრისტიანობის სიმბოლოა, კი ბატონო არის. ჩვენ ვიცით რა არის ჯვარი.
მაგრამ რა მოხდა ჯვარზე? ჯვარზე მე უნდა ყოფილიყავი და შენ. და იესო წავიდა ჩვენს ნაცვლად. და რას ვაკეთებ მე? მიშველის მხოლოდ ჯვარი. მინდა მივახციო, როგორც მე მომაღწიაო ქრისტემ, ჯვარც მომმა. პავლე მოციქული ამბობს ვიფასებო. ჰალელუია. იოანეს პირველ თავში 29 მუხლში მეორე დღეს მისგან მომავალი იესო რომ დაინახა იოანე აჰა ღვთისკრავი რომელიც იღებს ღვთისმშობლის წოდვებს რა თქვა იესოზე აი ის კრავი სწორედ უნაკლო გესმენთ? არა კურდღელი შემოვიდა ესეც მომატებული გესმენთ? ამენ რომელსაც ჭამენ და რაც შეიძლება კერპიც იყოს ვიფასებო გამომდინარე ბიბლიური ჭეშმარიტებიდან ამიტომ პასექი ეს ის კი არ არის რაც უნდა ჭამო ეს არის ის ვინც უნდა ირწმუნო და დაუჯერო ჰალელუია ჰალელუია აი რას ნიშნავს პასექი მინდა რომ იკითხოთ ბიბლია და ისწავლოთ და აუხსნათ ხალხს თუ რატომ არის ესე ამენ ქრისტიანობა არის რა რომ ემსახურო მოყვას იესო ჩემს ნაცვლად შეეწირა მე მის ნაცვლად უნდა ვიმოქმედო დღეს რას გააკეთებდა იესო დღეს რომ ყოფილიყო ამ მიწაზე ის უნდა აკეთო შენ აი რა არის ქრისტიანობა და არა ის რომ ეკლესიაში მოხვედი დაჯექი და წახვედი ეკლესიის მიღმა კეთება იმ საქმიანობის რასაც იესო გააკეთებდა რომ ყოფილიყო ფიზიკურად დღეს აქ ეს არის ქრისტიანობა ზოგადად მეთანხმები აი რა უნდა დავიწყოთ და რის იკეთება. მოდით შემდეგი ილუსტრაცია ვნახოთ. ძალიან საინტერესოა, უკრაინულად წერია. Znati što Hristos pomer, ce istorija. იცოდე რომ იესო მომდა ისტორიაა. ეხლა არ ვკითხოთ უკრაინული საინტერესო. Vidite što він помер и воскрес за мене це спасіння. მაგრამ გწამდეს რომ ის მომდა და აღსდგა შენთვის, აი ეს არის გადარჩენა. ჰალელუია. დაგავიწყე. არა, ასე არა. ეს ვიჯელი მოგაცა. ო? ჰალელუია. ჰალელუია, ოჩე. კარგი მოსწავლეები ხარ. ისტორია ყველა მთელმა მსოფლიო მიცის იესო ქრისტეზე. ისეთებმაც და იმათაც, ვინცაც არ სწამს. მაგრამ რომ ირწმუნო ეს ისტორია. რაც ისტორიული ფაქტია და არა ზღაპარი. ამენ. ეს გადარჩენას მოგიტანს. იდება უფალს. ჰალელუია. კარგი, მოდით ნელ-ნელა დავასრულოთ ვიფასებო. პასექი ქრისტეს ერთ-ერთი სახელია. ღმერთს ბევრი სახელი აქვს. პასექი ერთ-ერთი სახელია. არ ვიცი შეიძლება პირველად გესმის ეს, მაგრამ მე ბიბლიიდან გაჩვენებ რომ პასექი ქრისტეს სახელია. მოდით ნახოთ კორინთელები, რას ამბობს პავლე მოციქული. სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი ქრისტე ჩვენს ნაცვლად შეეწირა. Hallelujah. Amen. ერთ-ერთი სახელთაგანია ვიფასებო პასექი იესოს. Hallelujah. ამიტომ უნდა ირწმუნო იესო. და რო ირწმუნე, მერე უკვე ჩვენ ზიარებას ღებულობ, რა თქმა უნდა, ამაშიც არის გადახლართული ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა ამაზე არ ვილაპარაკებ.
მაგრამ ძირითადად უნდა ირწმუნო და აღასრულო. ჰალელუია. მოინანიე ძველი და გახდი ახალი. ამენ. გინდა ახალი. ამენ. ძველი მოიშორე. მე გუშინ შრომის ეკლესიაში ვთქვი, გონი. გედეონს რო უთხრა ღმერთმა, თუ გინდა განახლება, ძველი სამსხვერპლო დაანგრიე. შეწყვიტე ახალის აგება, ვიდრე ძველი არ არის დანგრეული. ამენ. ვიდრე არ დაამსხრევ ძველს, აზრი არ აქვს ახალს. ჩაგითრევს და იქაც მიგიყვანს ეშმაკი სათაყვანებლად. და დღეს პარალელურ რეჟიმშია ქრისტიანები, ძვირფასობა ეგრეთ წოდებული. აქაც არიან და იქაც არიან. სამწუხაროდ და ძალიან ბევრი ნაცვლად იმის რომ ოჯახში გადარჩენა მოვიდეს, ისიც რა ესმით ხოლმე? იქ რატომ დადიხარ? ტყულა დადიხარ. არ შეიძლება აქ ეკლესიური იყო და წუთის სოფელში წუთის სოფლური იყო. გასმეთ? იქ ის ტრადიციები ასრულოთ, გაუმარჯოს. ვახტანგური, რისთვის ავიდა იესო ჯვარზე? გახსოვდეს, შენ უფრო გჭირდება იესო ვიდრე მას შენ. ნუ ფრთხილად იყავი. ამენ. გამფრთხილად იყავი. შენს გულს წაუსვი იესოს სისხლი. შენს ოჯახს წაუსვი იესოს სისხლი. ჰალელუია. შენს ქალაქს წაუსვი იესოს სისხლი. შენს ქვეყანას წაუსვი იესოს სისხლი. და შეგვიძლია ვილოცოთ ვირფასო რომ იყოს შენი სისხლი ჩემზე, ჩემს სულზე, შვინვალზე, სხეულზე. ამენ. ჩემს ოჯახში იყოს შენი სისხლი უფალო, ჩემს ქონებაზე, ჩემს ქალაქზე, ოპულეთზე. აჭარაზე იყოს შენი სისხლი, მთელ ქვეყანაზე, საქართველოზე იყოს სისხლი შენი. დაგვიცავი უფალო. ილოცე მუდმივად ეს. ამენ. მუდმივად. იყოს გურიაზე. ჰალელუია. სამეგრელოზე. იმერეთზე. კახეთზე, რაჭა-ლეჩხუმზე. ქართლზე, სვანეთზე, მესხეთზე რა თქმა უნდა. და წავიდეთ იქეთ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ყველგან იყოს. იესო ყველასთვის მოკვდა ზუსტად. ამენ. ყველასთვის მოკვდა. აბსოლუტურად. მოდი ნახოთ ერთი ილუსტრაცია. ცელიანი კაცი რო დადის, ხო იცით ეს სიკვდილის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომ უნდა წაიყვანოს ადამიანი და ნახეთ. ქვა რომ გადააგორა იესო. გაისრისა და მისი ისა დარჩენილმა სველი ადგილი. ხედავ? ცელი უჭირავს ხელში. ამ ჩადრიან კაცს. დამთავრდა. რომ ღერიან თუ ესმით მაინტერესებს. სიკვდილით და სიკვდილისა დამთვრუნველი რას ნიშნავს თუ იციან? ესო სიკვდილი დაამარცხა. ამენ. დიდება უფალს. მოკვდა და სიკვდილზე გაიმარჯვა. ამიტომ ჩვენ რომც მოვკვდეთ, თუ მოგვიწია ასაკით, უფალთან ერთად ვიქნებით. მაგრამ არის თაობა, რომელიც სიკვდილს არ იხილავს ვიფასება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ეპოქაში ვართ, რომ თაობა არის, რომელიც არ იხილავს სიკვდილს. რა თქმა უნდა, ჩვენს გვინდა ეს, მაგრამ ჩვენი შვილების თაობა ვფიქრობ, რომ არ იხილავს. რატომ? თუ არა რა მნიშვნელობა აქვს ერთად უნდა ვიყოთ. ამენ. დიდება უფალს. ამენ. იესომ სიკვდილით დაამარცხა სიყვარულის გამო. უყვარხარ. ამენ. ის ამნისტიას გაძლევს, ის ცოცხალია. და როგორც კრავი ისეთი კი არ მობრუნდება. ლომი მობრუნდება. ამენ. გამარჯვებული ლომი. რომ იმეფოს. მოდი ნახოთ ეს ილუსტრაცია და ამით მოვრჩეთ ზუსტად. რაღაც ეძებ ცოცხალს მდრებს შორის არ არისა. ჩავიდა ჯოჯოხეთში
ეშმაკს გამოართვა სიკვდილის გასაღები და უთხრა შენ აღარ გაქვს არანაირი უფლება. აღარის უკვე სიცოცხლე მეფობს. Amen. გელოვანსა ხო? და რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა თუ კარი ჩავაზეთენ ბედნიერ დღეს გაუმოჯოს როცა ჩვენ გავჩნდით. იესო ზეთი და აღმდგარი და ცოცხალია. ამენ. არის ის შენს გულში. მოდი წამოვდგეთ ძვირფასებო. იესო ქრისტეს სახელით და ყველა თქვა